ძვირფასი პარალამაზია. სალამეთ ყველას, ძვირფასებო, როგორ ხართ? მოგესალმებით. დღეს არის 15 აპრილი, სამშაბათი დღე. ეხლა არის 11:25 წუთი. დღეს უნდა მოვამზადო სპაგეტი, ხოლო ბერძნულად ქვია მაკარონია მეკიმა. მოვამზადებ და მომზადების პროცესს გაგიზიარებთ. დროებით, გემშვიდობებით და ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს. მოკლედ ძვირფასებო, დავიწყეთ საჭმის მომზადება. 1 ხახვი უნდა დავჭრათ. თმავი წიე რომ რამე არ ჩავაგდო მაინც. დავჭერი 1 თავი ხახვი. ეხლა მოვშუშავ. დავასხეთ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. 1 თავი. ჩავყაროთ. ძვირფასებო, მოვშუშე ხახვი და ჩავაყარე დაკეპილი ხორცი. ისიც ცოტა მომშუშე ხახვთან ერთად. დავასხი წყალი, ეხლა გაჩვენებთ, მოიხარშება ეს ყველაფერი. გავუკეთე მარილი და პილპილი გემოვნებით. აი, მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ხახვი მოვშუშე. მერე ჩავაყარე დაკეპილი ხორცი. ესე აკეთებენ აქ მაკარონია მეკიმას. და ეხლა იხარშება ეს ხორცი რომ მოიხარშება, ხო, დავაყარე მარილი, რა თქმა უნდა, ცოტა პილპილი გავუკეთე გემოვნებით. ეხლა მოიხარშება, წვენიც აღარ ექნება, უფრო სქელი იქნება და მე გაჩვენებთ და ბოლოსკენ დავუმატებ ტომატ პასტას. ძვირფასებო, მინდა რომ ბედნიერი დღე გისურვოთ ყველას. არ დაგავიწყეთ, ჩემი არხი გამოიწეროთ. ძალიან გთხოვთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა ყველას, ვინც მიწერთ, ვინც იწერთ ჩემს არხს. ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, ძალიან გთხოვთ. ისე აზრი არ აქვს ყურებას. მადლობა კიდევ ერთხელ. საჭმელი მზადდება. ეხლა უნდა წავიდე მაღაზიაში. რაღაცები მაქვს საყიდელი, ცოტა რაღაც პროდუქტები, პურიც უნდა მოვიტანო და რომ მოვალ, გაჩვენებთ თუ რა შევიძინე. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ძალიან გთხოვთ. მადლობა ყველას. წავიდეთ. აქ კიბეებია და არ დავეცე წინ ვიყურო, ჯობია. წავიდეთ. ეს გუშინ დავალაგე. დავგავე, მოვგავე აქაურობა დავასუფთავე. ხვალ, აი აქ ხვალ ბაზარი უნდა იყოს და ხვალ უნდა ვიყიდო რაღაცები. და გაჩვენებთ. ვიყავი ძვირფასებო მაღაზიაში და გაჩვენებთ რა ვიყიდე. აქ ცხოვრობ. მოვედით მაღაზიაში და აქ დაბლეთ ამათია, ამათი სახლია, ოღონდ დაკეტილი აქვთ, არ იყენებენ, არავინ არ ცხოვრობს. ჩვენ ცხოვრობთ აქ. მე და ბებო. თავის გოგო სხვაგან ცხოვრობს. ახლოს არის ჩვენ მეზობლად. ამ სახლში მარტო მე და ბებო ცხოვრობთ. მოვედი მაღაზიიდან და გაჩვენებთ ახლა. აი ესეთი
აივანი გვაქვს წინ. პატარა საყვარელი ზაფხულში გუშინ დავალაგე. დავასუფთავი, არ გადამიღია ვლოგი. შემდეგში გადავიღებ. ზაფხულში აქ გამავალთ და აქედან მივირთმევთ ყავას. ესეთი კარგების ყვავილებით და გაფუჭებული აქვთ. კატამიდა რო დაგანახოთ. ძვირფასებო ეს არის პიტნა. შეხედეთ, რამდენია სასწაულის სურნელი აქვს. ირთა. მოდით, ეს არის მესაღები. დაგენახოთ ძვირფასებო საფორმაშოები. ძვირფასებო გაჩვენებთ კიდევ ერთხელ შეგახედოთ საჭმელს. ახეთ ეს დაკერპილი ხორცი, როგორც გითხარით, იხარშება ნელ-ნელა. ამან კიდევ უნდა იკლოს ცოტა თავის წვენი. მეცეცხლზე. ახლა გავუკეთებ ტომატ პასტას და მარილს დავაკეთებ. ეს გავუკეთებ ძვირფასება ერთი სუფრის ხორცი. ეხლა გავუკეთე ტომატ პასტა. ეხლა თავსაფარს დავახურებ და ცოტა კიდევ უნდა ცოტა ხანს რომ მოიხარშოს. რომ მომზადდება, გაგიზიარებთ, მაგასაც გაჩვენებთ ბოლო ვერსიას. ეხლა ვნახოთ მაღაზიაში რომ ვიყავირები, მომიტანი გაგიზიარებთ, გაჩვენებთ, ბევრი არაფერი, მაგრამ რაც არის გაგიზიარებთ. აი ძვირფასება ორი ბარკი. მოხდეთ. ეს მომიტანი კოკა-კოლა. სამზარეულოს ხაღადი. მე ამოვიღებ ამას. ეს პოსტის ატრიბუტები, ესე რომ ვთქვათ. ეს ჩვეულებრივი პური. შეგახედებთ, ძალიან რბილია. და ესეც პოსტის პური. პოსტის პური. ესეც ყველი, ჩვეულებრივი. ფეტა ყველი არ არის, ეს სხვა ყველია, გაჩვენებთ მერე. მაკარონს უფრო სწორად სპაგეტს უნდა მოვაყაროთ ზემოდან. უნდა გავხეხო და ისე. ჩიკი მინდა რომ გაჩვენოთ, ეს ყველაფერი რა დაჯდა. აი ძვირფასება. ნახეთ ძვირფასება როგორია. ეს უნდა ჩაყარო ქვაბში და უნდა მოხარშოთ დაკერპილი ხორცთან. ხორცი უკვე მოიხარშა დაკერპილი. და იმასთან ერთად უნდა ჩაყარო და ეს მოიხარშება. ამას ბევრი მოხარშვა არ უნდა, მოკლედ გაჩვენებთ. ჩაყარე ძვირფასება. ახლა ეს მოიხარშება, სპაგეტი. ამას ბევრი დრო არ უნდა, ესეც არ იქნება ესე. ანუ დაიშრობთ თავის წვენი და მერე დასრულებულსაც გაჩვენებთ. ცებო. როგორი გამოვიდა. ჩვენი საჭმელი. მეჩვენებინა თქვენთვის. ნახეთ ძვირფასება ყველი, ეს უნდა გავხეხავ. ეს არის ყველი გრავიერა. აქ ეს ეძახიან საბერძნეთში. ამას გავხეხავ და მოვაყრი სპაგეტს ზემოდან გაჩვენოთ. ძვირფასებო, ესეთია საბოლოო შედეგი. გააკეთეთ, ყველი მოვაყაროთ, გაამზადეთ თქვენც და გემრიელად მიერთვით.
Παύλη ετοιμάζει για σπουδές στην Αγγλία. Και στην Αγγλία τελικά τι γίνεται? Στην Αγγλία τα πράγματα δεν πήγαν όπως τα